და მინდა ასევე გავიხსენოთ ეპიზოდური როლების დიდ ოსტატი, რომელიც ალბათ ბევრი მსახიობისთვის მასწავლებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ეს გახლავთ ბაადურ წულაძე, რომელიც პროფესიით რეჟისორი გახდათ და კარგი ფილმებიც აქვს გადაღებული. კი, ფეოლა რად ღირს მხოლოდ თავარ როლში რეჟისორად არის. ხო, და ამბობდა რომ როგორ აკეთებთ რომ ეკითხებოდნენ ბატონო ბადურ იმას რომ არ იმსახიობოთ არის რეჟისოროთ, როცა მსახიობი ხარ, თუ ამბობს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა იცოდეს, როდის რა არის მისი ამპლუა და მგონიაო, რომ ძალიან დიდი სისულელია, როდესაც კადრში ხარ როგორც მსახიობი და კადრს მიღმა რეჟისორი. ეს არის პირველი როლი 1967 წელს მიხეილ კობახიძის ქორწილში და აი ყველა სცენაში, რომელიც მონაცვლეობს ამ ფილმში, იქ ჩნდება ბადურ წულაძე როგორც რაღაცა სიმბოლო და ძალიან მინიმალისტური ხერხებით ის ახერხებს, რომ საინტერესო და დასამახსოვრებელი იყოს. ის ზოგჯერ ფილმის პირველ რიგში გვხვდება, ზოგჯერ მეორე ხარისხოვან, მესამე, მეოთხე ხარისხოვან პერსონაჟად, მაგრამ ვერასდროს ვერ დაივიწყებთ. აი ახლა აქ არის სცენა, როდესაც მარინა ქარცივაძის გმირს ეუბნება, რომ ეხა ვაქო ჩემი ერთი ნაცნობი მოდის და ჩვენ ვითომ სხვა რამეზე ვლაპარაკობთ და ეს ნაცნობი თავად იოსელიანია, რომელიც კამეოსავით ჩნდება თავის ფილმში და ისევე როგორც ქუჩები, რომლებიც აღარ არსებობს, ტრამვაი, რომელიც აღარ დადის თბილისის ხალხმრავალ ქუჩებში, ასე ჩნდება ბადურ წულაძე და გაეკიდება და ჩემთვის ერთგვარი რაღაცა წარმავალობის სიმბოლოც არის. ძალიან ბუნებრივია, ძალიან ორგანულია თითოეული მისი გამოჩენა და სხვათა შორის ზოგადად რეჟისორების უმრავლესობა არიან ძალიან კარგი მსახიობები. უბრალოდ ისინი არასდროს არ ცდიან ხოლმე თავიანთ თავს ამ ამპლუაში. აი მე მაგალითად შემიძლია გავიხსენოთ ჩემი აღმზრდელი პედაგოგი ბატონი დავით კობახიძე, რომელიც ძალიან ცნობილი თეატრალური სამწუხაროდ დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ, რომელიც გახდათ ასე დიდი მიშა თუმანიშვილის ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე და შემდგომში უკვე ასისტენტი. იმდენად საოცრად გვაჩვენებდა ხოლმე იმას, რაც უნდოდა. რომ აი ყოველთვის მეუბნებოდით ხოლმე, აი მართლა გულწრფელად ვთხოვდით, რომ ბატონ დავით, რატომ არ ცდით? იქნებ ერთხელ დაადგეთ სცენაზე, აი იცით, აი საოცარი სანახავი იყო ხოლმე, აი საოცარი. რომ ხედავს იმას, რაც საჭიროა იქ იმ წამს და ამიტომაც აი ზუსტად და ბადურ წულაძე ზუსტად ასეთი შემთხვევა იყო. შემდგომში ის თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა და მისი ყოფილი სტუდენტები ამას იხსენებდნენ, რომ ისე საოცრად გვაჩვენებდა, აი ხა ჩვენ ხედავთ კაცი წლების შემდეგ დოკუმენტურ ფილმში იხსენებდა, როგორ იღებდა ამ ცნობილ სცენას ფეოლაში და ისე თამაშობდა, რომ მართლა ამის ნახვას არაფერი ჯობდა. ის იყო მსახიობი, რომელმაც არც ერთხელ არ თქვა როლზე უარი და ამბობდა, რომ ყველა წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი კითხულობს სცენარს, თავისივე დაწერის, ამ სცენარისტის მიერ შექმნის და იქ დამინახა მე, როგორ შეიძლება იმას ვუთხრა უარიო და მართლაც როგორც გითხარით, 100-ზე მეტ ფილმში გამოჩნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო სწორედ აი პეპელა, რომელსაც ახლა კაცში ვხედავთ, კახი კავსაძეს და გივი ბერიკაშვილს გაუწია პარტნიორობა ამ ფილმში და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი გახდათ ის საბჭოთა კინოში და აქ ამბობდა, რომ ჩვენ რას ვაკეთებდითო, დაღმანჯულად თამაშობდითო. პეპელა იმ ფილმში იყო ლიკა ქავჟარაძე, რომელიც პეპელასავით გაფრინდა კიდეცო ქართული კინოდან და ესეც ნიშანდობლივი იყო ის, როგორ აფასებდა მის კოლეგებს. ძალიან ბევრის თქმა შეიძლება ბადურ წულაძეზე სამწუხაროდ არ გვაძლევს საეთერო დრო ამის საშუალებას. მისი ყველა როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავის დროზე ჩვენი გადაცემის გუნდის წევრიც ყოფილა მრავალი წლის განმავლობაში და სამზარეულოში ძალიან საინტერესო ნიუანსებს გამოამჟღავნებდა ხოლმე მაყურებლის წინაშე. ბათუმი მის გარეშე წარმოუდგენელია, ის ბავშვობაში მუშაობდა კიდეც კინომექანიკოსად და როგორც ცნობილ სინემა პარადიზოში, აი ცხოვრება კინოსთან ერთად ეს სწორედ ბაადურ წულაძე იყო.